მეგობრებო, ერთი წუთი ხურათხება რაღაც კითხვას გავსვავ რა. ბატონო დავით. როგორც ხედავთ, მიმდინარეობს დემონსტრაცია, არის გაშლილი დიდი დროშა, რაც არის ჩვენი გამოხატვის უფლების ნაწილი. გვაქვს სურვილი, რომ ცვლილებით გავაგრძელოთ პირდაპირ მოძრაობა, მერე შესაძლოა აუხსნათ მარჯვნივ, თუმცა მარჯვნივ აუხსნათ. თუ შეიძლება რომ მოგწეს საშუალება დემონსტრაცია მშვიდობიანად გავაგრძელოთ. ჩვენ მოძრაობთ, ერთ ადგილას ავჩერდებით. ამიტომ გზის პარალიზება ხდება მხოლოდ შეზღუდული დროით, რა დროის ჩვენ უფლებამოსილად გამოხატული. თუ შეიძლება, მეგობრებო, ნოეჩხუბებით. მეგობრებო, ნოეჩხუბებით. მეგობრებო, ერთი წუთი. ბატონო გოგა. ასე და მე მაძლევ უხოთ. კარგი მეგობრებო, ერთი წუთით მეგობრებო. თუ შეიძლება ყურადღება. ნუ ეჩხუბებით. მეგობრებო, კალბატონო დავშვიდით თუ შეიძლება. თუ შეიძლება მეგობრებო, მოუტრიალდით და უკან მიმართულებით წავალთ და გეტყვით რა მიმართულებითაც ვიმოძრავებთ. გამარჯობა პარლამენტიდან, პარლამენტის მიმდებარე ქუჩებისკენ მსვლელობები გრძელდება, მოგეხსენებათ, ბოლო 1 კვირის განმავლობაში დაახლოებით მოქალაქეები, მას შემდეგ რაც ვეღარ პოლიცია აღარ აძლევს მათ საშუალებას გზის სავალ ნაწილზე რუსთაველის გამზირზე გამოხატონ თავიანთი პროტესტი, დაიწყეს მსვლელობები, პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ახლაც ერთ-ერთი მსვლელობის კადრებს ხედავთ, საქართველოს მთავრობის ელექტრონული კანცელარიის შენობასთან იმყოფება ახლა მსვლელობა, პოლიცია ხედავთ კადრებში, რომ არ აძლევდა საშუალებას, რომ გაეგრძელებინათ საპირისპირო მიმართულებით, ამიტომ მსვლელობამ გეზი შეიცვალა და ახლა მართებიან პირდაპირ დანიშნულების ადგილი ჯერჯერობით. ცნობია, როგორც წესი, ისინი თავიდანვე არ ამბობენ ხოლმე მსვლელობის მიმართულებებს, იმას თუ რა მანძილს აფარავენ, ან კონკრეტულად რომელ შენობებთან გაგრძელდება მსვლელობა. სპონტანურად იგეგმება ხოლმე ეს რუსთაველის გამზირზე მსვლელობები და საბოლოოდ ისევ პარლამენტისკენ ბრუნდება პროტესტი იქ სადაც უწყვეტად 350 დღეა დღეს ევროპული ღირებულებებისთვის, ქართული ღირებულებებისთვის იბრძვიან დემონსტრანტები. პოლიცია როგორც წესი სულობას მიყვება ხოლმე ეს ცოცხალი ჯაჭვით.
უკაცრავა. მოდიში. ჩაწერო სანაპირო და მეორე მაგრამ გამიმეორო საქართველოს კონსტიტუციის შეკრების და მანიფესტაციის შესახებ კანონი. საიტავით დაძლევით. აი ესა. ლელება მიდის პრიზონი, ასკუშა გუკანება. გამოხატვის თავისუფლებას ვიზღუდავთ. მოგვეცით შესაძლებლობა წინ წავიდეთ. პოლიცია ატონდოგა ეს არის ჩემი უფლებები. ლოკალს მოძრაობს სრულობას, საპროტესტო სრულობას, გუშინეთის მსგავსი დავასრულებ იყო საპროტესტო სრულობა გადაადგილდება ახლა იაშვილის ქუჩაზე. პოლიციას ესე ცოცხალი კედელი აქვს გაკეთებული იაშვილის ქუჩის ერთ-ერთ კვეთაზე და არაძლევს მსვლელობის მონაწილეებს გადაადგილების საშუალებას. გავაგზავნოთ ლელება. ჩვენ ბატონო გოგა თქვენ თვითონ აღწერხებთ მის მოძრაობას. ჩვენ თვითონ ხერხავთ გზას. როგორი შესაძლოა მა გადავიციო რა ბიჭები აი ცოტა ხანში არ მოვარდა ეს კამერა მე გადამატა აი რაოდენობა არ არის
ანონის დარღვევა რაში გამოიხატება? ჩვენ ვიდეო ციტოპიან. ყველობის უფლება გატოვება. ანონის თანახმა არის საკმარის რაოდენობა. არ არის. უკან გაიხედეთ როგორ არა. ორი ტროტუარი. ერთი ჩვენ არ გვაქვს ანონ შეგრებულად. ბატონო და სულ რადიატორი არის. არა, ხალხია ორგანიზატორი. არის ორგანიზატორი. ხალხია ორგანიზატორი. ხალხია ორგანიზატორი. ნუაში. გამართლებრივი საფუძველი მიგვითითეს. გამართლებრივი საფუძველი. ნუ ტროტუარებზე გადავა. მოემუქრებით ბატონო. ან ტროტუარებზე გადავა. გვერდი ტროტუარებზე გადავა. გაიგო. ტროტუარზე გამიშო. ტროტუარზე გამიშო. არ არის მიზანი. არ არის ტროტუარზე გადავდივარ. ტროტუარზე გამიშო. ტროტუარზე გამიშო. ტროტუარზე გამიშო. ხო. ტროტუარზე გამიშო. კაცო. ტროტუარზე გამიშო. ტროტუარზე შეარული ასე. ტროტუარზე ხელების უფლება არ გვაქვს. უკან რატო წავიდა? ტროტუარზე თუ არ უშვებთ, რატო არ უშვებთ რომ გითხრათ? ტროტუარზე რატო არ უშვებთ? ეს ყველაფერი. სავარძო როგორ გასაგებია? მეგობრებო, ლაფხი ტროტუარზე ჩავალ. შეიძლება დატოვებო. ტროტუარზე მიდია. ის მაიცა კარბიზოა გამოდება. ისა სადაც გამიგეშე გამოდება. გადავიდეთ მაშინ შედია გადავიდეთ. აი, გამო. ძალიან აგრესიული. ერთი წამი ნიკა მოდი გადმოდი მეგობრებო, გაგვაქვს ტროტუარზე გაგვიშვით. ორი არჩევანი. არ უნდა. ერთი ანუ ხოლმე ვიცოდი ვინაა ეთერში რომ დაიძაბა სიტუაცია და ბუთხარა და ვინ არის ვინ ეხა ვინ არის ჩამოწიე რა. რომელი კანონი დაგვიწყო? რაღაცა ფორმალურად მაინც და აი ჩემოლებო, ელა ბრძანებას რო ასრულებ რა. რამდენად კანონიერია ბრძანება. აი ბრძანება ასრულებ გემა ტროტუარი და არ ვიცი. აი რამდენად კანონიერია, ანუ ვისაფუძე რატო არ ალკე დავძებ ტროტუარის. იქნება მოვიდეთ ბატონი გუგა დამიშნა. რაღაცა გუგის და ტროტუარ. ეგ ახალი სადარია.
Sadia, Mitrian da isqava. Mitrian da ukეხავდი. აგერ ერთი აქაა ყველა წავიდა. კი. ახლა მას დაბალი ხარ. მარია, მა? რა თქვი? ახლა გედაბალი ხარ, ხედავ. Samosasklare. Ay mereda. ნებაწიშვილი საწამო. Dakura, agera. რატოა მე მან? მარია. ესე ვარ. აი, ძინებია როგორია. მსვლობის ნაწილი ახლა გაჩერებულია იაშვილის ქუჩაზე, სადაც პოლიციას გადაკეტილი აქვს სავალი ნაწილი და მსვლობის მონაწილეებს არ აძლევს იაშვილის ქუჩის გაგრძელებაზე, ასე ვთქვათ, მსვლობის გაგრძელებას. ამიტომ მსვლობის ნაწილი იცვლის გეს და საპირისპირო მიმართულებით მიემართება. ნაწილი რჩება აქ, საერთოდ ელოდებიან პოლიციის პასუხს, კონკრეტულად რა მიზეზის გამო არ აძლევს მათ გადაადგილების საშუალებას, ან მისცემს უარეს საშუალებას ტროტუარის გავლით, რომ გადაადგილდნენ. ველოდებით ჩვენ პოლიციის პასუხს. Canons nu ar vec, poliția nu ar vec canons. Forma rogația cu la pris ucleva chiar. Sagoda. Elodegi. Ძალა სოფეს ხარეს ბავშვობაში ჩაჭრა აში დიდება საქართველოს დიდება საქართველოს მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოვითხოვ ჩვენს კანონიერ უფლებას გადავადგილდეთ ტროტუარით ის ნაწილი, ვინც აქ დავრჩი. შენ უფრო ჩემთვის ხმა და კონდი აქ.
ხახო პროსტა სახში წასვლა და გაგვაკეთე. ანუ პასუხსაც არ ცემენ. რა უნდა გიქონა ასად სამართალი ასად სამართალი ტროტუარებზე გავრიშვით ორივე მხარეს, ნაწილი იქიდან ჩავართ, ნაწილი აქედან. რა პრობლემაა? არ გვიშენი. შეგეთ აქეთაც ჩანო, რა ხდება? მოქალაქეების ნაწილი, რამდენიმე ათეული მოქალაქე დარჩა ახლა იაშვილის ქუჩის კვეთაზე და თხოვს პოლიციას, რომ ტროტუარის გამოყენებით მაინც გაუშვან და გააგზავნონ გზა ბინედან, როგორც ზოგიერთ მათგანი განმარტავს, მათ სახლში დაბრუნება უნდა, ნაწილმა მსვლობის მონაწილეების გააგრძელეს გზა საპირისპირო მიმართულებით. თუმცა პოლიციისგან კონკრეტული განმარტებები თუ საფუძველზე არ უშვებს ის მოქალაქეებს, ჯერ არის. მანამდე თურის გამო შეაჩერეს პოლიციელებმა მსვლელობა, როგორც ისინი განმარტავდნენ, მიზეზი იყო აქციაზე მსვლელობის მონაწილეების არასაკმარისი რაოდენობა, იმისათვის, რომ მათ ცისავალი ნაწილი გამოეყენებინათ. თუმცა, როგორც ასევე ნათიაზეც კადრებში შეგიძლიათ ნახოთ, კონკრეტულად ამ მონაკვეთზე ცისავალი ნაწილიც და ტროტუარიც დაკავებული იყო დემონსტრანტებით.
დიდხანს უნდა მივიღო. მარიამ, გამარჯობა, net გაზეთიდან ვარ ლაივში, რო აგვიხსნათ რა ხდება ახლა, რატომ არის ორ ნაწილად გაიყო როგორც ვიცი მსვლელობა, ნაწილი მოქალაქეებისა დარჩა აქ. პოლიციის ცოცხალი კედელი არის აშენებული და როგორც ხვდები, არ გაძლევენ გადაადგილების საშუალება და რომ მოგვიყვა რა მოხდა. პროპაგანდის მონებში ამ ეტაპს აქ კოპიაციის მონაწილეები ნაწილი წავიდა დაბრუნდა პარლამენტისკენ და ნაწილი მინდა რომ ვისაუბროთ საფეხმავლო ბილიკით რაც ჩვენი უფლება არის არამედ კონსტიტუციით არამედ გადაადგილება არის ადამიანების უფლება იმისთვის გავშვი და გაგვაჩინა უფლება რომ ადამიანებს შეძლოს საუბარი ასურისგაცემა გადაადგილება მათ შორის ეს არის ჩვენი თავისუფალი ეს არის ჩვენი უფლებები თუმცა ამ ეტაპზე ახლა ვარკვევთ რა ხდება რატომ ვარკვევთ ამდენს გადავალთ თუ არა ტროტუარზე აი ამ საკითხს ბატონი დავით მამაგეშვილი არქოს თავის ხელმძღვანელებთან ველოდებით ჩვენ პასუხს ჩვენად კანონმორჩილი მოქალაქეები ჩვენად არაძალადობრივი აქციის მონაწილეები ჩვენად მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები რომლებიც ცდილობენ ქვეყნის ეროვნული ინტერესები გადაარჩინონ აი ამ უზურპატორი და იმ მანქუთი არალეგიტიმური ხელისუფლებიდან რომელიც ახლა მოჯდომია საქართველოს და ნაწილ ხრავს მადლობა როგორც მოისმინეთ აქტივისტ მარიამ მეყანწაშვილისგან ისინი ელოდებიან პოლიციისგან კონკრეტული განმარტებების და პასუხის მოსმენას მისცემს თუ არა ეს ცოცხალი კორდონი გაატარებს თუ არა მოქალაქეებს როგორც მარიამისგან მოისმინეთ ტროტუარის გამოყენებით ვინაიდან მათ უნდათ პროტესტის გაგრძელება იმ ქუჩებში სადაც შედარებით ნაკლებად ისმის აქციის მონაწილეების მოთხოვნები მათი პროტესტის მიზეზები როგორც მან თქვა დაახლოებით 3-4 ნაწილად გაიყო ახლა პარლამენტში შეკრებილი აქციის მონაწილეების მსვლელობა ისინი მიმდებარე ქუჩებზე ზოგი პარლამენტის მიმართულებით ზოგი კი სხვა მიმდებარე ქუჩებზე ავრცელებენ დემონსტრანტების თავარ მოთხოვნებს რაც არის არალეგიტიმური ხელისუფლების გადადგომა და ხელახალი და უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარის გათავისუფლება აღარ ტროტუარზეც აღარ ვატარებენ იყოთ იქამდე სანამ არ მას შემდეგ რაც პოლიცია რუსთაველის გამზირზე პარლამენტში შეკრებილ მოქალაქეებს აღარ აძლევს სექსის გადაკეტვის საშუალებას აქციის მონაწილეებმა დაიწყეს მსვლელობების გამართვა რუსთაველის და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ქუჩებზე ისინი ზოგჯერ გზისავალი ნაწილის ზოგიერთ შემთხვევაში ტროტუარის გამოყენებით გადაადგილდებოდნენ მიმდებარე ქუჩებზე და ავრცელებდნენ თავიანთ მოთხოვნებს დროთა განმავლობაში პოლიციამ სწორედ მსვლელობითაც გადაადგილების და პროტესტის გამოხატვის საშუალებას შეუზღუდა აქციის მონაწილეებს როგორც მარიამ მეყანწაშვილისგან ცოტა ხნის წინ მოისმინეთ ახლა ტროტუარის გამოყენებითაც კი არ აძლევს პოლიცია აქციის მონაწილეებს გადაადგილების საშუალებას და ისინი ელოდებიან კონკრეტულ განმარტებებს პოლიციის მხრიდან 20 კაცი დგას და გაატარა ფეკეტავს და აქანები დგას და რაღაც ლოგიკა ხო გააქვს ლოგიკაში არ შევა კაცი დგას და წავა რა მიდივარ გაბოთა ხო დაურეკე ახლა იმას მოვა და მოგიგვარე პოლიციის მანქანა არის ასევე იაშვილის ქუჩაზე ჩაყენებული როგორც ხედავთ რამდენიმე სამოქალაქო ავტომობილის არის აქ ადგილზე რომელიც ვერ ახერხებს გასვლას ახლა აქციის მონაწილეებს მაგესმით რომ პოლიცია კეტავს გზისავალ ნაწილს და არ აძლევს ამ მოქალაქეებს გადაადგილების საშუალებას აი დასაჭერები არიან ადმინისტრაციულით რა ესენი მოქალაქეებო გამოყვით უკმაყოფილება პოლიცია არ ვატარებს ჩვენ საფეხმავლო ბილიკზე
აი, ყველაფერი ყველა რაღაც ლოგიკის უნარი მაინც არსებობს, ჩათო. რეკავ ჩვენი უფლებები იზღუდება და დახმარება გვესაჭიროა. მე არ გავიგე რა იმით არის, რა ლოგიკით იმაშოი და იქაც გადაკეტეთ ბარო, რა ვიცი რა. 112 არის ემერჯენსი, ანუ საფი რეაგირების ხაზი. ჩვენ რაღაც ამოგვიყვანთ ხოლმე, მაშინ თვითონ ჩაკეტეთ ხოლმე ეს გზები თუ რავი რაღაცა ქრება. გამარჯობა, ჩვენ ახლა ვიმყოფებით სოლოვატის ტერიტორიაზე, რაიონი სოლოვატი. ცოტა სიგიჟე არის. ეს არის 20 კაცი დგას კაცის ეკუთვნის ეს რაიონი. დემონსტრანტები კონსტიტუციის ფარგლებში 21 მუხლით, რომელთაც ჩვენ გვაქვს უფლება შეკრებისა და მანიფესტაციის მარშრუტ გადავადგილდებოდით. საპატრულო და კრიმინალურმა პოლიციამ ჩაგვიკეტა სავალი გზა. გვინდა რომ გადავიდეთ ფეხით სავალ ბილიკზე, ტროტუარზე გადაადგილების საშუალებას არ გვაძლევენ. ხელოვნურად ახდენენ გზის სავალი ნაწილის პიკეტირებას და არ ვიცი დაგვაყოვნეს და არ გვაძლევენ საშუალებას რომ გადავიდეთ ტროტუარზე. გვეუბნებიან რომ აქციის მონაწილეებს გვეკრძალება ტროტუარზე სიარული და ამ შემთხვევაში დახმარება კი, ტროტუარზე სიარულს გვიკრძალავენ და როგორ ვიქცევით ამ შემთხვევაში? მე ვარ ერთი მოქალაქე, მარიამ მეყანწიშვილი, მინდა გადავადგილდე ტროტუარზე და მეუბნებიან, იმიტომ რომ აქციის მონაწილე ვარ, არ გამიშვებენ ტროტუარზე. ტროტუარზე არის საუბარი, ხალხი ჩვეულებრივ ფეიქი ადამიანები საფეხმავლო ბილიკზე სადაც მოძრაობენ, იქ გვინდა გასვლა, მაგრამ ხელოვნურად მოახდინეს გზის სავალი ნაწილის პიკეტირება პოლიციელებმა, სამართალდამცავებმა და არ მიშვებენ რომ ხალხს გაუთავისუფლოს. ასევე დავაფიქსირებ, რომ აქ მცხოვრებ ადამიანებს პრეტენზია აქვს გასვლა უნდათ ავტომობილებით მოძრაობენ და ვერ ვატარებთ ფიზიკურად, იმიტომ რომ ჩვენ ტროტუარზე არ გვიშვებენ და ისინი ვერ გადაადგილდებიან და ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი ადამიანების უფლებები იყოფა და როგორ მოვიქცე? იაშვილის ქუჩაზე ვიმყოფებით ახლა კონკრეტულად. დიახ. ქვემო მთაწმინდის რაიონს ეკუთვნის აფერ მეხმარებთან შენი მეგობრები მეხაშურელი ვარ და საფრთხო თბილისი ხარკად არის. ქვემო მთაწმინდას ეკუთვნის, ანუ მთაწმინდა კრწანისის რაიონია. დიახ, რაღაც თქმა უნდა ამ ნომერზე შევშურდეთ რომ დამიკავშირდეთ დიახ და დახმარებას ვითხოვთ რამენაირად რომ გადავიდეთ ტროტუარზე. უკაცრავად ხალხის მიერ ილია ჭავჭავაძე, შოთა რუსთაველი, ვაჟა ფშაველა, აკაკი წერეთელი ამ ადამიანების მოტივი და ამ ადამიანების სიყვარული ქვეყნის ეროვნულმა ინტერესებმა შეკრიბა ქართველი ხალხი და დააორგანიზეს აქცია. აი ქართველმა ხალხმა. აქციის მოთხოვნა არის ის, რომ დანიშნონ ახალი არჩევნები არალეგიტიმურმა წარმომადგენლებმა. აქციის მოთხოვნა არის ის, რომ რეჟიმის ტყვეები განთავისუფლდნენ. აქციის მოთხოვნა არის ის, რომ საქართველოს განთავისუფლდეს მანქურთებისგან. და ტროტუარზე გვინდა გადაადგილება უბრალოდ. ალა იაშვილის 12 ნომერში ვარ, აი კონკრეტულად დავაწყობ. დიახ, აი აქ გავართ და რაღაცნაირად დახმარების გიხდი რომ გამოიძახოთ რომ ტროტუარზე გავიშვათ. არა ესე კონკრეტულად რაოდენობას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ადამიანები თვითბინებით მოდიოდნენ და აი გადავწყვეტ ყველა მეზეთ რომ ჩვენი გულის აქტივარი გააგვეყავდნენ ადამიანებისთვის ვინც პერმანენტულად აქციებზე ვერ თავად პარალელურ ქუჩიდან ჩამოდიან აქციის მონაწილეები ახლა იაშვილის ქუჩიდან.
ეგას ფიცრობა. გაფიცრებ ყველაფერს, მოდი შეხედე, 20 კაცი დარჩა. გამიტა რა გიქოს ყველაფერი 20 კაცი დარჩა. ზასკეტა. გამოძველი აკეთებდა აქედან აიღო. დაიშალა ბატონო პოლკოვნიკო, დაიშალა 20 კაცი დგავას მოქალაქეო, არა, მე მიმიტოთე საწყო. მე მიმიტოთე. მას შემოდის უკლება მოხსო პროტესტი განაუხადა. არა, მოხსო პოლიცია განმარტებით რომ სხვა მოქალაქეებს არ დაერღო ეს უფლებები, ამბობს რომ კეტავს სწორედ ამ მიზეზით იაშურის ქუჩას და არ აძლევს აქციის მონაწილეებს ტროტუარის გამოყენებით გადაადგილების საშუალებას. მოქალაქეები კვლავ აღნიშნავენ, მაგალითად მარიამ მეჰანძიშვილის თქმით, სწორედ ის იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში თუ პოლიცია მათ მისცემს საშუალებას ტროტუარის გადაადგილების, რომ თუ რომელიმე აქციის მონაწილე ტროტუარს გაცდება, ესე რომ თქვა და ტროტუარიდან ჩამოვა და გზის სავალ ნაწილზე გადავა, სწორედ ის იღებს ამაზე პასუხისმგებლობას, მიუხედავად ამ ეს თქვათ დაპირებისა, მათ პოლიციას მაინც არ აძლევს საშუალებას ტროტუარის გამოყენებით დაუბრუნდნენ პარლამენტის შენობას და გამოხატონ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით თავიანთი პროტესტი. სულ რაღაც რამდენიმე ათეული ადამიანი არის ახლა იაშურის ქუჩაზე შეკრებილი. პოლიციას ცოცხალი კორდონი აქვს შეპრული და უზღუდავს აქციის მონაწილეებს გადაადგილების საშუალებას, მათ შორის ტროტუარის გამოყენებით, როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ.
საქართველო ოდაიქი ხატი ვიღებ Sagayis. მოქალაქეები ყორჩებიან იაშვილის ქუჩაზე, მანამ სანამ პოლიციამ ტროტუარის გამოყენებით არ მისცემს გადაადგილების საშუალებას და მსვლელობის გაგრძელების საშუალებას მათი უწყვეტი ლოკაციის პარლამენტის მიმართულებით, ასე ცოცხალი ჯაჭვით უზღუდავს აქციის მონაწილეებს და არა მხოლოდ გადაადგილების საშუალებას პოლიციამ. პოლიცია ჩაკეტილებას 30 აი, დაბაზე იმედა სული მოგეწოდება.
როგორც მოისმინეთ, აქციის მონაწილეებისგან განმარტება ისინი დარჩებიან იაშვილის ქუჩაზე, მანამ სანამ ტროტუარის გამოყენებით თუნდაც არ მისცემს პოლიცია მათ თავის მსვლელობის გაგრძელების საშუალებას. მეორე მხრივ პოლიცია განმარტავს, რომ ისინი სხვა მოქალაქეების უფლებას იცავენ, მაშინ როცა აქციის მონაწილეებს არ აძლევენ ტროტუარის სარგებლობის საშუალებას. ისინი ამბობენ, რომ მათი აქციის მონაწილეების მიზანი არის გზის გადაკეტვა და ამის გამო ვერ მისცემენ მათ გადაადგილების საშუალებას. თუმცა აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ ბოლო მონაცემებით საბოლოოდ პოლიციამ ტროტუარის სარგებლობის საშუალება და გადაადგილების საშუალება აქციის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვი გაირღვა და აქციის მონაწილეები გადადიან ტროტუარის გამოყენებით აგრძელებენ თავიანთ მსვლელობას. დაახლოებით 9 საათის განმავლობაში სწორედ იაშვილის ქუჩაზე შეიძლება მეტიც მეტეხის განმავლობაში მოქალაქეები იდგნენ იაშვილის ქუჩაზე და მათ არ აძლევდა პოლიციის ცოცხალი კორდონი გადაადგილების საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეები ირწმუნებოდნენ მხოლოდ ტროტუარის გამოყენებით გააგრძელებდნენ მსვლელობას. დაახლოებით 9 საათი 40 წუთის შემდეგ საბოლოოდ პოლიციამ მისცა მათ გადასვლის საშუალება. აგას გამოვაწევინეთ. მიდი ეხლა ყველაფერზე ისადო. პოლიციაც მოყვება მსვლელობას კვალ და კვალ. როგორც ხედავთ, სწორედ დაპირების სამებრ ტროტუარის გამოყენებით აგრძელებენ აქციის მონაწილეები გადაადგილებას, პოლიცია აქციის სავალ ნაწილზე გადაადგილდება და ასე მიყვება აქციის მონაწილეებს. ტროტუარის ორივე მხარეს არიან აქციის მონაწილეები გადანაწილებულები და ასე განაგრძობენ თავიანთ საპროტესტო მსვლელობას. საერთოდ ისო პარლამენტის მიმდებარედ გააგრძელებენ აქციას პროევროპული დემონსტრაციის მონაწილეები. როგორც ხედავთ, გვერდით მსვლელობას, ტროტუარზე მიმდინარე მსვლელობას მოყვება პოლიციის ცოცხალი ჯაჭვი. რამდენიმე ლოკაციაზე დაახლოებით 10 კაციანი ჯგუფები არის პოლიციის. შეიძლება მეტი. პოლიციამ მოუწოდეს მოქალაქეებს, მათ შორის პოლიციასაც, რომ გადაიწენ ტროტუარის ნაწილისკენ და დაიკავონ აქციის სავალი ნაწილი. ტროტუარის გამოყენებით, როგორც ხედავთ, უნდაბიან საერთოდ პარლამენტთან აქციის მონაწილეები. მარიამ, პარლამენტის მიმართულებით აგრძელებთ მსვლელობას? კი, რაღაც. საბოლოოდ, როცა მოგცათ პოლიციამ ტროტუარის გამოყენებით გადაადგილების საშუალება, რითი განმარტეს ეს? რამ დაარწმუნათ, რომ რომ აღარ დავიზარდეთ ნაგებიდან და დიდი ხდებოდა სამართალდამცავების მხრიდან გადაწყვეტა უბრალოდ ჩვენი ანუ საბოლოოდ თავად მათ ჰქონდათ გადაკეტილი ტროტუარზე გადაადგილების უფლებას და საბოლოოდ დამწყება უპირატესობა წარმოიშვა ცხოვრების და ის გზით ვიძულობდა ავტომობილის მოძრაობა და იძულებდა გახსნან რომ მოეცათ შემთხვევა რომ გამოყენებინა ტროტუარზე გადაადგილების უფლება. მადლობა.
სულობა გრძელდება, როგორც მოსმენთ პარლამენტის მიმართულებით, დღეს უწყვეტი პროტესტის 350-ე დღეა. გეზი შეიცვალა ისევ. სულობის მონაწილეებმა ივანე მაჩაბელის ქუჩაზე შემოუხვიეს ახლა. კვლავ ტროტუარის გამოყენებით აგრძელებენ დემონსტრანტების სულობას. მე დროებით აგემშვიდობები, თქვენ უყურავდით net გაზეთის live-ს. ნახვამდის.